28 გრადუსია სიმას ნიშნავს, რომ ზაფხული მოახლოვდა, შესაბამისად ქვეყანაში ახალი დიეტომანია დაიწყო. ისაც ვისაც სჭირდება საკუთარი წონის კოლექცია, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დიეტების საშუალებით მოხდინოს, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც არიან მძიმეწონიანები, თუმცა ამის მიუხედავად საკუთარი წონის კოლექციას არანაირი გზით არ ცდილობენ. საღამო მშვიდობისა, ეს არის ტოქ-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით. XS-XL-ის წინააღმდეგ, ასე დავარქვით დღევანდელ ჩვენს გადაცემას. მე მისცემია ვიყო ურტკუნა და მხიარული, ვიდრე გამხდარი და დანევროზებული ადამიანი. ცნობილი ენდოკრინოლოგები და დიეტოლოგები ყველაზე ცხელ ტოქ-შოუში პარასკევს ისინი გასწავლიან, როგორ დაიკლო წონაში. მირთვით რამდენიც გნებავთ და გახდებით. სახიფათო ექსპერიმენტები და სასწორზე დადებული სიცოცხლე, ვინ რა მსხვერპლზე მიდის იმის გამო, რომ დაიკლოს წონაში. ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, რომელიც იღებდა დიდი რაოდენობით გასახდომ წამლებს. რას იწვევს ზედმეტი წონა და რა შეიძლება მოხდეს თუ თქვენი პარამეტრები დაშვებულ ზღვარს აღემატება? რა ემართებათ სიზარღვებს, ხედავთ ცხიმისაგან ჩალაგება, აი ცერებრალური ინსულტი ემართება და ინფარქტები. სუქანი ადამიანი არის დაავადებული ადამიანი. სიმსუქნე არის ზუსტად ჰორმონალური დაავადება. დამანგრეველია ზედმეტი სიმსუქნე. რატო კაცმა თქვა, რომ შესანიშნავი სექსი მაქვს? დღევანდელ ჩვენს გადაცემაში პოდიუმზე გამოვიყვანეთ კონტრასტული სახეები, ადამიანები, რომლებთაც სტანდარტები ჩდება მოდელის სტანდარტში 90-60-90-ზე და ჟურნალისტი თამუნა პეტრიაშვილი. თამუნა, გიცდია რომ ყოფილიყავი დიეტაზე და შენი წონის კოლექცია მოგეხდინე სხვადასხვა დიეტების ან მეთოდების საშუალებით? იცი, იყო პერიოდები, როდესაც ვცდილობდი, რომ თუნდაც მე დიეტა, მაგრამ ჩემთვის და ალბათ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიეტები არის დაკავშირებული ძალიან დიდ სტრესთან. შესაბამისად, მე მისჩევნია ვიყო ურტკუნა და მხიარული, ვიდრე გამხდარი და დანევროზებული ადამიანი. ძალიან მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე მსგავსი ტიპით ან ჩარევა საკუთარ რა გემართება მაშინ, როდესაც ხარ დიეტაზე? რა გემართება, რა უბრალოდ ერთადერთი რაღაცა, რასაც ფიქრობ, აი ეს ვიყავ დიეტაზე ვიყავით და ვისხედით სახში და ვუყურებდით სერიალს. და ქეთი მომიტრიალ და გომართელი ჩვენი მეგობარია ყველას და მე ვუმნაო რომ ეხა დარწმუნებული ვარ ჩვენი ორივეს კუჭი დევს მაცივართან და რისთვის ვუყურებთ სერიალს ვერ ვუყურებთ ვერცერთი და ავედით და გავაგრძელებთ ჭამა ასე ვთქვათ და ანუ კი ძალიან კარგია როდესაც ხარ ჩამდგარ პარამეტრებში თუმცა არ უნდა შექმნას ყველაფერი პრობლემა არ მისმის იმ ადამიანებს რომლებიც არიან გამხდრები და ანუ კიდევ ლაპარაკობენ ყოველდღურად ინტერნეტზე რომ უნდა იყვნენ დიეტაზე, უნდა დაიკლონ 1 კილო მოვიმატე არა და გაცილებით საკუთარ წონასთან ბევრად ნაკლები. ეს არის მათი უკვე მანია. კი, კარგია, როდესაც ხარ გამხდარი, თუმცა მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, როდესაც ხარ ურტკუნა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური. შენ შექმნე ამის გამო პრობლემები, თუნდაც შენს პირად ცხოვრებაში, რომ შენი მაგალითად მეორე ნახევარი ყოფილიყო პარამეტრებით შენგან განსხვავებული და ამის გამო შენ ქონოდა პრობლემები? აი, ჩემი მეორე ნახევარი ასე ვთქვა, თლათ ხა მედიუმი არ არის, არ დავასახელებ მის პარამეტრებს, თუმცა მე არ შემქრიან პრობლემა, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ადამიანი გიყვარდება ისეთი როგორიც არის მე ვიყავი ასეთი და მას შევუყვარდი ასეთი ანუ განსხვავებული ხوار ყოფილ ვარ თამუნა ცდილობდი შენ ოდესმე რომ შენი წონის კოლექცია არა დიეტების არამედ სპეციალური ოპერაციული ქირურგიული ჩალავების საშუალებით მოგეხდინე თუ ფიქრობ რომ ეს საჭირო არ არის? არა არ მიცდია სიმართლე გითხრა და არც მიფიქრე იმიტომ რომ თუ ჯანმრთელობასთან არ გიქმნის პრობლემებს ფიქრობ რომ საკმაოდ სარისკოა ამ ყველაფრის გაკეთება და არის დაკავშირებული ძალიან დიდ ფინანსებთან და სიმართლე გითხრა ამაზე არ მიფიქრია თუმცა ალბათ არ ვიცი. თუ დასურჩევნია იყოს მხიარული, იყოს მუდმივად კარგ ხასიათზე და წონის კოლექცია საჭირო არის. ნატუკა, შენ ხარ ძალიან გამხდარი. მე ვიცი რომ შენ ხარ 45 კილო ბავშვის წონა გაქვს რეალურად. ამისთვის რაიმე მსხვერპლი გაიგა თუ უბრალოდ შენ ახალ ასი? არა, არანაირი მსხვერპლი არ გამიხია. ანუ ბავშვებიდან ბუნებრივად არა, ესე სხვა თვალს ძალიან ბევრს ჭამდა, არ მჭირდება არანაირი დიეტა და არანაირი შეზღუდვები არ ვარჯიშობ, არაფერი, უბრალოდ ესეთი ვარ. რატომ ხარ ახლა შენ მოთხოვნადი? იმიტომ რომ შენ ხარ კონკურსების გამარჯვებული და ხარ რეალურად ძალიან მოთხოვნადი მოდელი. რატომ წამოვიდა ახლა მოთხოვნა ძალიან გამხდარ მოდელებზე, რომელთა პარამეტრებით სტანდარტზე კიდევ უფრო დაბლა ჩამოდეს? იცი რა, ალბათ უფრო მსოფლიოშია ეს ტენდენცია და საქართველოშიც იქიდან შემოვიდა. თან ანუ ერთი ის რომ მოდელი ყოველთვის გამხდარი უნდა იყოს და უნდა იყოს მისაბაძი, ასე ვთქვათ და ანუ ტანსაცმელიც გამხდარ ადამიანზე ალბათ უფრო კარგად ზის და რაღაც ნაკეთებს არ იკეთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თანაც პლუს საზღვარგარეთ არის იმის ტენდენცია რომ ეს ყრიმალები იყოს აუცილებლად ანუ ჩავარდნილი და მსუქან ადამიანს ალბათ ნაკლებად აქვს ხოლმე უფრო გამხდარით ვარ ხარ ეს მომენტი არ გაქვს და ამიტომ ეს მიზეზები ალბათ. თიკო, შენ ძალიან ხშირად გიწევს დიეტაზე ყოფნა. იქიდან გამომდინარე რომ ხარ მოდელი, მუდმივად უნდა აკონტროლო წონა, ნატუკასგან განსხვავებით, იმიტომ რომ
თუ ვერ შეჭამ, შესაბამისად ეს ყველაფერი შენს პარამეტრებზე აისახება. გააქვს რამე ფორმულა დიეტის, რომელსაც იცავ მუდმივად და შეიძლება იყოს თუნდაც სარეკომენდაციო ჩვენი მაყურებლისთვის ახლა ვინც გიყურებს. მე არ ვებრძვი, მაგრამ ვაკონტროლებ ყოველთვის საკუთარ წონას. მაქვს სასწორი სახლში და ხშირად ინტერესის გამო გადავამოწმებ ხოლმე, რომელიც ძირითადად სტაბილურად მიჩვენებს. ეს მე ვფიქრობ იმის შედეგია, რომ 6 საათის შემდეგ არ ვჭამ, ანუ ღამე ვცდილობ, რომ საკვები არ მივიღო და მაქვს ერთი კარგი თვისება, არ მიყვარს ტკბილეული, არ ვარ მოყვარული ტკბილეულის და სწრაფი კვების ობიექტებს ხშირად. თუმცა კატეგორიულად ვაცნობობს ყოველგვარ რაღაც კოქტეილებზე, რომელიც მზადდება სპეციალურად თელი დღე როდესაც სითხეს იღებ. კი, გადაცემის დაწყებამდე აღვნიშნე კიდეც, რომ აი ეს რადიკალურ გადაწყვეტილებებს არასოდეს არ ვიღებ საკუთარი თავის მიმართ, როგორიც არის, თქვათ ეს რაღაც არის ხო ყავა, რაღაც სპირტი, არ ვიცი, რაღაც შხამი შიგნით და მე მთელი კვირის მანძილზე ჩემს ირგვლივ არსებობენ ადამიანები მთელი კვირა ამას სვამენ, მე ფსიქიკა, ორგანიზმი გადაეწევათ, გამოეფიტება და მე ინაზღაურებენ 1 ორად და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ჯანსაღი გზა ავირჩიე იმისთვის, რომ ცით რა რაღაც ასაკის შემდეგ რთულია საკუთარი წონის კონტროლი და როცა მიეჩვევი რაღაც ელემენტარულ რეჟიმს და ჩადგები ამ ფორმაში, ეს არის შენი ყოველდღიურობა, ისე როგორც დილით ადგები და პირს იბან, შენ იცი ვთქვათ, რას იღებ ყოველდღიურად საკვებს. ანუ განსაკუთრებით ეს არის ყველაზე გამართული გზა ამბობენ ენდოკრინოლოგები. დიდი მადლობა. ის რომ მოდელები არიან მუდმივად წონის კონტროლზე, ეს არის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელების დამსახურება, რომლებიც მათ მუდმივად მაკონტროლებენ. ტოტალური კონტროლი რატომ არის ასეთი აუცილებელი იმისთვის, რომ მოდელი იყოს მუდმივად ფორმაში? ნუ იმიტომ რომ ესეთი მოთხოვნაა ხო, როდესაც მოდის დიზაინერი, ნუ აქვს მოთხოვნა, რომ მოდელი უნდა იყოს გამხდარი. მეცაც ვიტყვი ეს ჩვენი სტანდარტები 90-60-90-ზე ამ ბოლო პერიოდში, ან უფრო მეტად, როდესაც ჩამოდიან უცხოელი დიზაინერები, ითხოვენ უფრო ქვემოთ. ანუ თქვენი დამსახურებაა, როდესაც ქვეყანაში არის ტოტალური დიეტომანია, ყველა როდესაც არის დიეტაზე, იმიტომ რომ პოდიუმზე უყურებენ გამხდარ გოგონებს, შესაბამისად მოწონთ გოგონები და იცი რა არის, აი მინდა აღვნიშნო, რომ ეს რატომ არის აუცილებელი. ნუ იმიტომ რომ ნუ ნატუკამ სწორად აღნიშნა, ტანსაცმელი ჯდება უკეთ და გამოიყურება უფრო ლამაზად. გარდა ამისა, სცენა, ფოტო ობიექტივი, კამერა ყოველთვის მატებს 60 კილოგრამს, ხო? ძალიან მკაცრი ხარ, როდესაც იმატებს შენი მოდელი, ძალიან მკაცრი ტონით თხოვ ხოლმე მას რომ მან დაიკლოს. იცი რა არის, ხა ეს ძალიან მკაცრი ტონით არა, მაგრამ ვაკონტროლებთ და ვურჩევთ დიეტას. ოღონდ არა შიმშილს, აი სწორედ მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მით უმეტეს მათ ასაკში, ხო, თინეიჯერების ასაკში, ძალიან საშიშია და სარისკოა. ანუ მე არ ვარ პროფესიონალი, დაუშვათ რომ დავნიშნო დიეტები. ჩვენ ვეუბნებით საკმაოდ ეს დუმტკივნეულო დიეტას. რა არის მოდელის დიეტა? არ მიირთვან, აი 6-ის მერე არ მიირთვან, ჩვენ მაგალითად ეს ხელმძღვანელობთ სააგენტოში. დღის განმავლობაში შეზღუდონ ცომეული აუცილებლად და 6-ის მერე არ იკვებონ. ქალბატონო ელენე, შიმშილეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ დაიკლებ წონაში, ეს არის სწორი კვება. რეალურად რატომ არის ცნება დამკვიდრებული, რომ თუ მთელი დღე, მთელი კვირა იშიმშილებ და ალევ რაღაც მხოლოდ წყალს, შენ დაიკლებ წონაში? არის თუ არა ეს ასე? ეს კატასტროფაა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იშიმშილებ დაიკლებ და ზუსტად მერე როცა დაიკლებ, იწყებ ჭამას და მოიმატებ ორმაგს. და კიდე ჩვენ ხო არ ვიცით, რამდენად ორგანიზმი არის ჯამთელი, რომელიც გადავიდა ამ შიმშილზე. ამიტომ ჩვენ არ ვიცით ერთი კვირის შემდეგ რა შეიძლება დაზიანდეს ამ ორგანიზმში. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად სწორად ახსნეს რა არის დიეტა. დიეტა ბერძნულიდან ითარგმნება როგორც სწორი კვება და სწორი რეჟიმი. აბსოლუტურად სწორი გზა, ესე იგი აქვთ არჩეული ამ არაჩვეულებრივ ლამაზ გოგონებს, რომ აქვთ საკუთარი რეჟიმი, სწორია რომ აქვთ სასწორი, ყოველ დღე აკონტროლებენ თავის. თუმცა მე ვიცი რომ დიეტის პერიოდში ენდოკრინოლოგებიც და დიეტოლოგებიც კატეგორიულად გიკრძალავენ დადგეს სასწორზე, იმიტომ რომ იქ მოქმედებს უკვე ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ყოველ დღე როდესაც იწონები, დავიკალი არ დავიკალი, ეს გარკვეულწილად აფერხებს დაკლების პროცესს. ეს როცა ჩვენ ვიკლებთ. როცა გვაქვს დაავადება სიმსუქნე და უნდა დავიკლოთ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, იმიტომ რომ წონა ერთი კვირა მიდის ქვევით და ადამიანი იკლებს, მერე წონა ჩერდება, იმ მომენტში ხდება გადანაწილება ცხიმების და კონფიგურაცია იცვლება და მერე ისევ მიდის წონის კლება და აი ვისაც უნდა რომ ჩქარჩქარა დაიკლოს, ჯობია რომ არ დადგნენ სასწორზე, იმიტომ რომ უფრო მოწონ ზუსტად ის კვირა, სადაც ხდება აბსოლუტურად სხვანაირი კონფიგურაცია
მანდ არ მოწონს, როცა ხედავენ, რომ არ მინდის წონის კლება. ანუ დეპრესია შეიძლება გახდეს ამის ყოველთვის მაგრამ იმისთვის, აი ზუსტად ეს რაც თქვეს, რომ აკონტროლონ თავისი წონა, აუცილებლად სახში რო იყოს სასწორი და დილა უნდა იწყებოდეს ყოველთვის აწონვით. აი ეგ იმისთვის რომ აკონტროლოს. ეს უკვე წონა მანია შეიძლება ამ ყოველფერს დავარქოთ. არ არის ეს წონამანია, ეს არის ჯანმრთელობა. არ დაგეთანხმებით, რომ წონამანია. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი ასმათი, თქვენს მიერ დაწერილი დიეტა ახალ თბილისში ძალიან პოპულარულია. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი დადის თქვენთან იმისთვის, რომ მოახდინოს წონის კორექცია. ქალბატონო ასმათ, რეალურად ახლა თუ შეგვიძლია მივცეთ მაყურებელს რჩევა. როგორ შეიძლება დავიკლოთ ზაფხული მოდის, ყველასთვის ეს არის ძალიან აქტუალური თემა, სწრაფად და ისე რომ რემელი რეანიმაციაში არ აღმოჩნდეთ. ჩვენ დიეტოლოგები ყველანი ერთმანეთისაგან ჩვენი ხელწერით გამოვირჩევით, ანუ განსხვავდებით. ყველას გვაქვს აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ხელწერა. ჩემი ხელწერა განსხვავდება იმით, რომ მე არ ვსაზღვრავ კალორიებს. ჩემი აი ესეთი სლოგანი არის მიირთვით რამდენიც გნებავთ და გახდებით. ოღონდ უნდა იცოდეთ რა მიირთვათ. ეს უნდა იყოს სეზონური საკვები აუცილებლად. ანუ სეზონზე უნდა მივიღოთ სეზონური საკვები. უნდა ვიცოდეთ ტექნოლოგიურად როგორ უნდა მოვამზადოთ და აი ამის მიხედვით უკვე ჩვენ გვეცოდინება კვება უნდა იყოს რამდენჯერ რადი. ქალბატონო ერთგვარი რეზიუმე რო გავაკეთეთ ახლა ამ საუბრიდან გამომდინარე, მაყურებელს რომ განუმარტოთ, როგორ შეიძლება დავიკლოთ წონაში. ანუ შიმშილი გამოვრიცხოთ, არ უნდა მიშიმშილოთ, რა უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ ჩვენ არც გავსუქდეთ და ნელ-ნელა წავიდეთ კორექციაზე. ბალანსირებული უნდა იყოს აუცილებლად კვება. ბალანსირებული უნდა იყოს დღის განმავლობაში ადამიანს რაციონი უნდა ქონდეს შედგენილი აუცილებლად. რამდენჯერ უნდა ვჭამოთ დღეში? ჩემთან მაგალითად ესეა, დღეში ვჭამთ 4-ჯერ, 5-ჯერ. 4-5 კვება, მაგრამ წონაში არ მოვიმატებთ. წონაში არ მოვიმატებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, როგორ უნდა მოვამზადოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას. იცით, ტექნოლოგია ცვლის მთლიანად ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, რასაც ჩვენ სამწუხაროდ არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და ყოველთვის ყურადღებას ვაქცევთ, რამდენი ლუკმა მივირთვით. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენიც გნებავთ მირთვით, მთავარია სეზონური იყოს, ბალანსირებული იყოს და ტექნოლოგიურად სწორად იყოს მომზადებული. ეს არის პრაქტიკა ჩემი. ძალიან დიდი მადლობა. მე ბატონ ამასთან გადავალ რამდენიმე წუთში კითხვით და ის გვირჩევს რეალურად რა პარამეტრზე რა წონა უნდა ქონდეს ადამიანს იმისთვის რომ ის იყოს იდეალურ ფიგურებში. მანამდე კი მინდა დავპატიჟო სტუდიაში ძმები ტატიშვილები, ადამიანები, რომლებმაც ერთმა ძმამ ძალიან დაიკლო წონაში და გახდა, ხოლო მეორე ძმისთვის წონის კორექციას არანაირი აზრი არ აქვს. მას ასრულს რო გახდეთ ძმები ტატიშვილები სტუდიაში. სულქანი ოთარ ტატიშვილი შუა ქალაქის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე სეზონიდან ყველას ძალიან კარგად ახსოვს. რატომ გადაწყვიტე რომ გამხდარიყავი? პირველ რიგში იმიტომ გადავწყვიტე რომ არაფერი არ მეტეოდა. აი შუა ქალაქი ახსენე შენ და ჩემი ჩაცმა იყო სულ პრობლემა. ყოველთვის იყო აი ჩხუბი რომ აი შენი ზომა არაფერი არ არის, მხატვრები სულ მეჩხუბებოდნენ და ნუ ეს იყო ერთ-ერთი რაც მომწონდა არაფერი არ მეტეოდა. რამდენი XL-ი? 2XL. 2XL ვიყავ და ბოლოს რამაც გადამაწყვეტინა ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაისური მაჩუქეს და არ ჩამეტია. აი ყუპატივით ვიყავი რომ ჩავიცვი და გადავწყვიტე რომ სანამ ეს მაისური არ ჩამეტევა, ხო, უნდა ვიყო დიეტაზე რა, უნდა დავიკლო წონა და დღეს უბრალოდ დღეს არ ჩავიცვი, თორე ისე კარგად მაქვს. როგორ დაიკელე? მე გავაკეთე დიეტა, ანუ მეგობრების რჩევით გავაკეთე დიეტა ერთთვიანი. ერთ თვეში დავიკელი 14 კილო და შემდეგ გავაკეთე შენარჩუნება, თუ არ ვცდები ორკვირიანი იყო და იმის შემდეგ უკვე ვითვლიდი კალორიებს. სულ რამდენი კილო დაიკელე? სულ დავიკელი 27. 27 კილო. რამდენი ხნის განმავლობაში? 2 წლის. 2 წლის განმავლობაში 27 კილო. 2 წლის განმავლობაში 27 კილო, კი ბატონო. რამდენი რთული იყო ეს პროცესი? ჭამდი საჭმოს თუ გიწევდა შიმშილი? არა, შიმშილი არ მიწევდა, ისეთი დიეტა იყო, ეხლა იციან ენდოკრინოლოგებმა, ცილების დიეტა იყო, მშიერი არასდროს არ ვარ. შენი ეფექტური დიეტა შენს ძმას არ ურჩიე? ურჩიე, მაგრამ რა ვიცი, აბა გააკეთა? ამას რაღაც თავის შამანური ისენი აქვს, რა ქვია. დიეტები აქვს შამანური. ჩვენის როგორც ხედავ. როგორ ქშველის? გადასარევად. იცით რა არის, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე და ოთარ შორის ის განსხვავებაა, ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ოთარმა როგორ დაიკლო და ასე შემდეგ. ოთარი არც არასდროს არ ყოფილა მსუქანი. ოთარი ბავშვობიდან გამხდარი საკმაოდ და ესეთი ტანტერტეტა ადამიანი იყო. მაგრამ ბოლოს გასუქდა, ხო, ბოლოს გასუქდა. ანუ მან დაიბრუნა თავის ჩვეული ფორმა, როგორიც იყო. მე ოთარისგან განსხვავებით. ეს სულ ასეთი. სულ ასეთი.
დავიბადე. ასეთი დაიბადე. დიდი დავიბადე და ასე მომყვება ეს ჩემი ზონა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ანუ ეს არის ჩემი ესე ვთქვათ რა ქვია ამას ბუნებრივი მდგომარეობა. მადლობა. არასდროს არ ქონია სრული რომ გამხდარიყავი. ცხოვრებაში შენ წონის გამო დისკომფორტი შექმნია? არა, არასდროს არ შემქმნია დისკომფორტი. იცით რა, არა, ასე ვერ ვიტყოდი რომ არ მინდა ვთქვათ, ჯერჯერობით ძალიან მაინტერესებს რაღაცა ექსპერიმენტის ჩატარება. მე მიყვარს საერთოდ ექსპერიმენტები, ჩემი პროფესიიდან გამომდინარეც მინდა რომ ჩავდარო ნახო როგორი ვარ გამხდარი. მაინტერესებს. მაგრამ რო არ მომეწონოს მე საწავი. მე ისე გასუხდები. პრობლემა არ არის, ზუსტად next week-ში ისე მიგდება ესეთი გასუხებას რა. მაგრამ ესეთ რომ დისკომფორტი არ ვიცი მე, დისკომფორტი არ შემქმნია. პირველ რიგში აქ ერთი რამ არის რა, ადამიანი არის ისეთი როგორიც არის. დისკომფორტი არა არის ბევრი ბავშვი ვიცი მე, მოზარდი, რომელსაც აქვს კომპლექსები. ძალიან დიდი კომპლექსები აქვს ამათთან დაკავშირებით. მე მათ ყოველთვის ვეუბნები რომ არ შეიძლება ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს ეს. ჩემთვის ახლა მაგალითად ახლა დიდად ზღვა არ მიყვარს, მაგრამ როცა მივდივარ ზღვაზე, ჩემს ესე ვთქვათ, შესაშურ ტანის ფორმას, მშვენიერ დემონსტრირებას ვახდენ, ხო, გავდივარ. თუმცა ყურადღების ეპიცენტრი შეეცემა. არასდროს არ მაინტერესებს და ჩემზე ვინ რას ამბობს. ჩემთვის საზოგადოებრივის აზრი არაფერს არ ნიშნავს. მე ვარ ისეთი როგორიც ვარ. ვარ მსუქანი, მაგრამ ის რომ ეხა ვიღაცისთვის შეხედე რას გო სელაპი ნახე რა, ნუ არ მაინტერესებს ხა იმისთვის შეიძლება ზედმეტ სახელი არ შეურჩევია ჩემს. არა, არასდროს ყოველთვის ვიყავი ლადო ყველასთვის და მე შეურჩიე, მაგრამ ეთერში ვერ ვიდე. მე ვიცი ეთერში არ თქვა. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი ლოლიტა იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ძალიან პოპულარულია კლუბებში, კორპორატიულ საღამოებზე. ქალბატონი ლოლიტა, არასდროს არ გიცდიათ რომ მიმისულიყავი დიეტოლოგთან ან ენდოკრინოლოგთან იმისთვის რომ მოგეხდინათ საკუთარი მწონის კოლექცია. У меня всегда было желание, конечно, прийти к диетологу, но, к сожалению, не бывает физически времени. Почему? Потому что я с 7 вечера до 6 утра я работаю. И сам режим практически меня довел вот до такого веса. А потом я похудела на 35 килограмм. Я была еще полнее, намного полнее была. Самое главное, правильно вы говорите, режим, обязательно режим, которого, к сожалению, у меня очень сложно с этим делом. Значит, ничего не кушаешь, стараешься кушать все в вареном виде. Тоже вареную курицу, тоже вареную рыбу. И ни в коем случае жареную свинину есть нельзя. И, конечно, мучную. Я очень люблю сладкое. Вот с ума схожу за сладкое. Очень люблю, но стараюсь, конечно, есть меньше. Работаю с таким весом. И он мне не мешает. Вот Артур уже знает, что я работаю с таким весом. Мы несколько раз встречались на корпоративках. Работаю очень хорошо. Не мешает мне вес. Просто всегда проблема с одеждой. Всегда. Во-первых, визуально. Хочется выглядеть всегда красиво. Потому что, когда ты работаешь на сцене, на тебя смотрят, должна быть красивой. Вот это очень меня беспокоит. Все говорят, что есть, когда я похудела, ой, Лолита, что это с тобой? Ты не заболела? Был такой вопрос. И я говорю, нет, просто я на диете, я похудела. Они даже не воспринимают меня. მაგარაცას გეტყვი, ოჯახში როგორ ხვდებოდით, რომ ლადო ავად ხდებოდა. სანამ სიცხეს გაუზომავდით, სანამ იტყოდა რომ თავი მტკივა, არ ჭამდა. ლადო რომ მოვიდოდა სკოლიდან და არ ისადილებდა 2 თონის პურს არ შეჭამდა. ხო? აი, ვაიმე, დედა ჩემი იტყოდა, ეს ბავშვი ავად ხდება და შანსი არ იყო რომ ავად არ გამხდარიყო რა. რო არ ჭამდა, ეს იყო ავად. ეს როგორ უნდა გახდეს, ნახეთ რა საყვარელი. ძალიან საყვარელი. ბატონ რამაზ ყურაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში. ბატონ რამაზ, რეალურად ზედმეტ წონას ხშირ შემთხვევაში მაქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. სადამდე შეიძლება მივიყვანოს სიმსუქნე? გაჩნია რა ეპოქიდან უყურებთ ამას. აქედან ეს კულტურა არის 25,000 წლის. აი დაახლოებით ასეთი ვარ პლაჟზე რო დავდივარ. ამ დროს ეს პატრიარქატი იყო და ჯანმრთელად ითვლებოდა ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მაღალი წონა, რომ სწორია. ეს ტენდენცია საერთოდ მიმდინარეობდა დაახლოებით მიქელანჯელომდე. და მიქელანჯელოს დროს შეიცვალა უკვე სიტუაცია ადამიანის ესთეტიურ მხარეს ბევრი ყურადღება მიაქციეს. აი ნახეთ იგივე თქვათ ესპანელების გმირები, სერვანტესის გმირები, დონ კიხოტი და სანჩო. თქვენ კითხეთ და არ მეპასუხეთ. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს დიდმა წონა? სადამდე შეიძლება მიყვანოს დიდმა რა პრობლემები შეიძლება შეგვიყვანოს? ესე იგი ჯერ ერთი ადამიანები ვერ ცხოვრობენ მაღალი ხარისხით. მოძრაობა მათი შეზღუდულია. მათ ედგუნებათ მეხსიერება. მათ ხშირად აქვს თანხლები დაავადებები, ენდოკრინული
ისინი საზოგადოების დაცემის ობიექტები, რაც არასწორი არის, რასაკვირველია, მე არ მიმაჩნია ეს სწორად, თავიდანვე უნდა იყვნენ ისინი სრულფასოვანი წევრები საზოგადოების. შაქრიანი დიაბეტი 80%-ს აქვს სუქნებს. ვისაც აქვს მესამე ხარისხის სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოდის. ინსულტი, ინფარქტი, აი მე პატარა მოდული მოვიტანე ესეთი, აი რა ემართებათ სიზარღვებს, ხედავთ ცხიმისაგან ჩალაგება, აი ცერებრალური ინსულტი ემართება და ინფარქტები. ანუ სისხლძარღვები ივსება სიზარღვები ივსება, რასაკვირველია ავადმყოფენ ისინი კი, რასაკვირველია თქვენ გზანეთ რა იფუტკუნა ვართ, გიხდებათ რასაკვირველია ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ თქვენ უნდა განსაზღვროთ რა ელოდება თქვენ სიზარღვებს, სხვებს რა ელოდებათ, გაიგეთ? აი ამის გამო სინათ თავიდანვე უნდა იყოს ბრძოლა, მთელი საზოგადოება უნდა ებრძოლოს ამას. ეხლა რა შეიძლება კონკრეტულად ჩვენ საზოგადოებას როგორ უნდა დავადგინოთ, რამდენი კილოგრამი შეიძლება იყოს ადამიანი? ანუ არსებობს ესეთი ფორმა. სწორი ბრძანა ამას, ეს ინდივიდუალურია, უფრო სწორი იქნება მუცლის გარშემოწერილობის ირგვლივ გავაკეთოთ ყურადღება, მივაქციოთ ამას. გარშე ადვილად გასაზომი არის, გიგეთ? მუცლის გარშემოწერილობა. ქალებს უნდა კონდეთ საქართველოში 84 სანტიმეტრზე დაბლა. საქართველოში რატომ? 80 სანტიმეტრზე. ნეპალში რამდენი უნდა გქონდეს? ინდოელებს და ჩინელებს ვერ შევადარებთ ახლა, ფილიპინელებს, მათ უფრო წვრილი აქვს ციხის გარშემოწერილობა. 80 სანტიმეტრზე. ეს ბუნებრივად ანატომიურად წვრილი აქვს. კაცებს უნდა გქონდეთ 94 სანტიმეტრი. როგორ იზომება ეს პარამეტრები? მაგალითად, თუ თამუნას ექნება სრულიად დაადგინოს, როგორია მისი იდეალური წონა, როგორ უნდა დაადგინოს? ჩვენ დავადგენ ძალიან ადვილად გვეცოდინება მისი სიმაღლე, გვეცოდინება. ახლა შეგვიძლია სტუდიაში დავადგინოთ. ყველაფერი შეგვიძლია დავადგინოთ. ახლა მას მივცემთ გასაზომად. კარგი, თამუნას სტუდიაში ცენტრალურ პოდიუმზე. პატრონას მობრძანდით. იზომავთ ზომას. ეს ყველაზე ადვილი არის, ისეთ ყველაზე ადვილი არის ამის გაზომა, იმიტომ რომ მასიურად საქართველოს შეუძლიათ გაიზომონ მუცლის გარშემოწერილობა და ამაზე უპასუხებენ ძალიან ადვილად ყველა. თქვენი არის 129. 129. ანუ იმისთვის რომ 80 სანტიმეტრი უნდა იყოს დაბალი. რაც შეეხება ახლა ქალბატონის ასე იგი სიმაღლე, გვინდა თქვენი გვინდა ასევე ვიცოდეთ წონა თქვენი და ამას გავიანგარიშებთ ძალიან ადვილად, რამდენი უნდა გქონდეთ სხეულის მასის ინდექსი. ახლა დაგითვლით ამას ყველაფერს, დამზადდით და დაგითვლით. წონა რამდენი გაქვთ? ეს ვიყვირო? 97 მაშინ 97. 97. 97-ო 97-ო. 17. 17-ო 97. 97. ესე იგი ახლა არის სხეულის მასის ინდექსი არის 32. უნდა იყოს 25-ზე დაბალი. 25-ზე დაბალი უნდა იყოს. თქვენ ესე იგი 25 რო გქონდეთ, უნდა დაიკლოთ რამდენი კილოგრამი ახლა? უნდა დაიკლოთ თქვენ 20-დან 25-მდე ნორმალურია. უნდა დაიკლოთ 15 კილოგრამი. მხოლოდ 15 კილოგრამი, ეს მე მგონი ძალიან მარტივია. თამუნა იმისთვის იდეალური პარამეტრებში ჩაისწრე. ამაზე მე მგონი ისწადო. Я похудела без всяких лекарств и без всяких диет. Просто я не ела жирное, я не ела мучное, не ела сладкое. Просто нужно быть, вот стараться смотреть всегда в зеркало и говорить себе: вот сегодня ты похудела, завтра ты еще больше похудеешь. Стимул, саму себя нужно поддерживать. Обязательно, я хочу похудеть, и я похудею. Самое главное захотеть. А так что эти диеты, вот эти лекарства, что говорят, похудеешь. Начинаешь пить эти лекарства, и через месяц, когда ты прекращаешь, допустим, это же все материально зависишь от этого, прекращаешь пить лекарства, потом опять будешь поправляться. Лучше всего следить за собой просто. Я никуда не гадавдивар, я просто... თქვენი შედეგით მაგალითად არ შეიძლება თქვენი შედეგით რომ ჩვენ კვაყოფილი ვიყოთ და გავაუცხოთ რომ у вас хороший результат, мы для всех рекомендуем. Я сейчас скажу, зима. Вот в это время... Вы должны ошибки. Об ошибках заявить, какие ошибки я вы заявляю, я не говорю. Ну, вот сколько времени вы видите? Я вам ошибки, хотите, скажу. Иногда поем сладенькое. О, иногда. Вот, потом, когда... 3 часа.
Сколько раз в день иногда? Нет, очень редко, очень. Не, мало, правда, мало. არის ფსიქოლოგიური მომენტი. იყო პერიოდი 2 წლის წინ ზაფხულში, მე მქონდა მაცივარზე გაკრული დიეტა, რომელიც მომცა გიორგი ჯაჯანიძემ, ფსიქოლოგმა და დამარიგა, რომ თამუნა შენ ხარ ამ დიეტაზე. მე დიეტა არ დამიცავს. თუმცა ერთი თვის განმავლობაში ნოდან მე დავიკელი 8 კილო. ხო, იმიტომ რომ წმენა გქონდა რომ ზუსტად ვიცოდი რომ შეამცირა კი რა თქმა უნდა იმას რო უყურებდა იგივეს კი ჭამდა მაგრამ შეამცირა რაოდენობრივად აი ცოტა შეამცირა და უკვე წავიდა კვლევა მაგრამ ესე იგი ეგ იყო მისთვის აი ძალიან კარგი გამოსავალი და რატომ უხსენით მე რაც შეიძლება მე უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად აი საკვების შემცირების და თუნდაც ისეთი თვისებების მქონე რაციონით გამდიდროთ საკუთარი ანუ რაციონი გამდიდრდეს ქალისთვის მაინც ვფიქრობ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მოქმედებს არა მხოლოდ წონაზე თვითონ კანის სტრუქტურაზე ხო იგივე ცელულიტების პრობლემა შეიძლება იყოს გამხდარი მაგრამ აი ფორთოხლის კანს რო ეძახიან ხო მე ვფიქრობ რომ ეს არის საკვებზე დამოკიდებული შეიძლება დაიწყოს ანუ შეიძლება ერთი პრობლემა მოვაგვაროთ რომელიც არის გარკვეულწილად წონის პრობლემა, თუმცა შეიძლება ამის გამო მეორე სერიოზული პრობლემა შეგვექმნას. თუმცა ენდოკრინოლოგების და დიეტოლოგების მთავარი რჩევა არის, თუ გამოკვლევის გარეშე გადაწყოთ წონაში დაკლებას, მაშინ უბრალოდ სომეულზე თქვითუარი, ტკბილეულზე და 6 საათის შემდეგ არაფერი არ უნდა ტკბილეულზე იცით რა არც ერთი გემონების რეცეპტორის დათრგუნვა ასე ერთბაშად არ შეიძლება. რას ქვია ტკბილეულზე ვთქვა თუ არის ტკბილიც სჭირდება ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ როგორი ტკბილი უნდა მივიღოთ. ეს უნდა იყოს ორგანული ტკბილები, ეს უნდა იყოს ხილით, ჩირებით და არა დაუშვათ ნამცხრებით და შოკოლადებით. გესმით, ანუ ტკბილზე საერთოდ თუ არის თქვა, არაფერ არ შეიძლება. და იგივეს ლაპარაკობთ, Есть немножечко. Не кушать тесто. Ткбил чайзе და Марко Кремль. Ну, чтобы тесто не кушать, немножечко, когда очень захочешь. Вот тогда. ბოდო რესტავროთ სახშედი როგორი დაახოთ ერთობის საბიღოთ ლოლიტა იმის მიუხედავად რომ მას სურვილი აქვს რომ წონაში დაიკლოს ამის მიუხედავად ვერ ახერხებს ის ძალიან ბევრს მუშაობს არის კლუბურ საღამოებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი მას აქვს ძალიან ბევრი კორპორატიული საღამო ამიტომ გადავწყვეტთ რომ დღეს ჩვენს მრავალმილიონი აუდიტორიას უჩვენოთ ხალბატონი ლოლიტას შემოქმედება ხალბატონ ლოლიტას სიმღერას დაგიზრდავთ ამის შემდეგ რეკლამა ჩვენს ეთერში გადაცემის მეორე ნაწილში კი ცნობილი ადამიანების შემოგვერთებიან სტუდიაში და მოგვიყვებიან რამ მსხვერპლზე მიდიან იმის გამო რომ თავისი წონა შეინარჩუნონ არ გადაერთოთ რეკლამა მალე გაივლის სიყვარულს ვერ გაექცევი ის შენთან ერთად იბადება ივსება ბედნიერები და მერე უსასრულო ხდება სიყვარულს ვერ გაექცევი მაშენი გული ელოდება და სამოცალი დღეები მე შენთან ერთად მახსენდება დარი-დარი-დამ სიყვარული გეალესები დარი-დარი-დამ გაზაფხულად გადამექცევი დარი-დარი-დამ მენატრები ძალიან დარი-დარი-დამ სიყვარული შენი ბრალია განდობ ჩემი გულის ხმას ახდება ოცნებები შენი გაჩუქებს სიყვარულის ზღვა მინდა რომ იყო ბედნიერი რამდენი ხანი გელოდი და ეხლა მე შენ გებერები უშენოდ რასაც ვეროდი შენია ჩემი სიმღერები დარი-დარი-დამ სიყვარული გეალესები დარი-დარი-დამ გაზაფხულად გადამექცევი დარი-დარი-დამ მენატრები ძალიან
დარიდამ სიყვარული შენი ბრალია სიყვარული გეალესები დარიდამ გაზაფხულად გადამექცევი დარიდამ მენატრები ძალიან დარიდამ სიყვარული შენი ბრალია დარიდამ რეკლამამ გაიარა მარე, მადლობა რომ არ გადაერთეთ ток-შოუ 100 გრადუსი ცელსიუსით, ისევ ეთერს უბრუნდება. ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფებიან პოპულარული ადამიანები, რომლებმაც იმის გამო რომ ფორმა შეინარჩუნონ, ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ინგა. და კონკრეტება რა ნიშნით მომიყვანე აქ, როგორც მსუქანი თუ როგორც მარადიულად დიეტებზე მყოფი? მარადიულად დიეტებზე მყოფი ადამიანი. პირდაპირ გეუბნები, მარადიულად დიეტებზე მყოფი ადამიანი, რომელმაც ალბათ ძალიან ბევრი დიეტა გამოსცადა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა რომ სწორი კვება ალბათ ერთ-ერთი გამოსავალი. აგზის ადამიანი, რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ოღონდ მართლა გულწრფელი ვარ. ელინე გიორგაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც ტელევიზორში თუ კი დამინახავს ხოლმე, ანუ დიდი ხანი თუ დავეკარგე და ტელევიზორში თვალს თუ მომკრავს, მერე მომდის ხოლმე საოცარი მესიჯები, ზარები არის, რომ სასწრაფოდ მოდი ჩემთან. ძალიან ამას წინათ მაგალითად ნახა და მითხრა, რომ ნუ აი ძალიან გასუქებული ხარ და სასწრაფოდ დიეტაზე გადამიყვანა. მოკლედ რას ვამბობ, მე ვარ ადამიანი, რომელიც მუდმივად არის სულ აი ამ წონის კონტროლის ქვეშ. სხვანაირად წარმოუდგენელია. შეიძლება იმიტომ რომ მე პროფესია მქონდა სულ ისეთი, რომ პირდაპირ ეთერი, სატელევიზიო სტუდია და ასე შემდეგ მუდმივად ითხოვს, რომ ზედმეტი ნაკლებად უნდა გქონდეს. ამიტომ ყოველთვის მიწევდა ხოლმე აი ამ წონის კონტროლი. შესაბამისად, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრების განუყრელი ადამიანი ეს არის ელინე გიორგაძე. ინგა, თუმცა იყო დიეტაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიიღო რაღაც რადიკალური გადაწყვეტილებები. ძალიან ბევრი ადამიანი დგამს ნაბიჯს, როდესაც იღებს სხვადასხვა მედიკამენტებს, ან არის ძალიან რთულ დიეტაზე, რაც ხშირ შემთხვევაში ლეტალური შედეგით სრულდება. მე სამწუხაროდ ეხლა მოვდივარ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა იქიდან, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა ზუსტად ეხლა ამ დღეებში, რომელიც როგორც გავარკვიე, იღებდა დიდი რაოდენობით ქსენიკალს, გასახდომ წამლებს. ოღონდ ძალიან დიდი რაოდენობით. ეს იყო საბოლოო პასუხი, რაც თქვეს, როდესაც მისი გარდაცვალების მიზეზი გარკვევა სცადეს მისმა მეგობრებმა. ამიტომ ბუნებრივია, ეხლა ძალიან ცხელია ეს თემა ჩემთვის და ძალიან ისე შეგვეხო ძიმედ. ამიტომ მე მინდა რომ ყველას მოუწოდო, ყველას ვუთხრა რომ არანაირი გასახდომის საშუალებები, წამლები რაღაც ხელოვნურად ეს მედიკამენტების ხარჯზე და ასე შემდეგ არ უნდა შენს სხეულს არ უნდა მიაყენო ამითი ზიანი. მით უმეტეს რომ ძალიან ხშირად მთავრდება ხოლმე ტრაგიკული შედეგები და ყველაზე კარგად ალბათ ენდოკრინოლოგებმა იციან ეს. ყველაზე მთავარი არის ჯამთელი კვება. მე მაგალითად ბოლო პერიოდში მქონდა რაღაც ისეთი ცოტა ისეთი პერიოდი რომ მიწევდა წამლების მიღება და ამ წამლების ნიადაგზე ძალიან მოვიმატე წონაში. როგორც კი დავიწყე სწორი კვება, კვებითი რეჟიმი, რომელშიც მაგალითად ელინეს დანიშნული დიეტა, რომელზეც ახლა შემილია ვისაუბრო, ამაში შედის ხორციც, ყველიც, ხაჭოც, მაწონიც, ბანანი, კივი, წიწიბურა. ეს არის ყოველდღიური რაციონი, ოღონდ დოზირებული კვება. და მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, რომ შიმშილი შეიძლება მოვიკლა თავი და შედეგი არ იყოს, მაგრამ როდესაც აი ესეთი რაოდენობის შემცირება ხდება და ეს არის სწორი კვება, რასაც ქვია დაუშვათ ელინე გიორგაძის დიეტა, ეს არის ყოველთვის უფრო დადებითი და ძალიან სწრაფად იკლება. როგორ ფიქრობ, რატომ მიდიან ადამიანები იმ კონდიციამდე, როდესაც უკვე სულ ერთია რა გზით ოღონდ დაიკლონ? არის თუ არა გარკვეულწილად საზოგადოებრივი გავლენა, იმიტომ რომ პირველი ადამიანი, რომელიც ხვდება რეალურად ახლა შენი მეგობარი ახლობელი, როგორ გასუქდი? ხო, არა, რა თქმა უნდა, არა, პირველ რიგში რადგინდა ადამიანების შეფასება, როდესაც არსებობს სარკე. წეღანი ყო აქ
ხო საუბარი, რომ ქალები როგორ აღიქვამენ და კაცები. სარკე არსებობს და სანამ სარკეში ჩაიხედავ, არსებობს ტანსაცმელი, რომელსაც ჩაიცმევ თუ არა, უცბად ხვდები, რომ ვაიმე რაღაც ვერაა კარგად. ადამიანებს რატო უნდებათ გახტომა? არა მარტო საზოგადოებრივი აზრის გამო. როდესაც შენ ხარ ფორმაში, ხარ უფრო ძლიერი, უფრო თავდაჯერებული, უფრო სასურველი ქალი რო ხარ, გინდა რომ იყო ყოველთვის ძალიან ლამაზი, მომხიბლავი, სექსუალური, სასურველი და შენს გარშემო ყველა ადამიანი, კაცია თუ ქალია. და ამის გამო მიდიხარ მსხვერპლზე, რომელმაც შეიძლება შენ სიცოცხლე ემსხვერპლოს. იცი რა, მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მიდიან მსხვერპლზე იმისათვის, რომ გახდნენ. იმიტომ რომ ჩემი აზრით, დიდი წონა თუ კი ეს გაწუხებს, ხო არიან ადამიანები, ვისაც არ აწუხებ და ძალიან ჩვეულებრივად ცხოვრობენ. თუ კი ეს გაწუხებს, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წონა დააგდო, იმიტომ რომ ეს არის საშინელი კომპლექსი. ამ კომპლექსით ცხოვრება, როცა შენ ან არ მოგწონს შენი ცხვირი, ან არ მოგწონს შენი წონა, ან არ მოგწონს რაღაცა სახის მოყვანილობა, ასე გაწუხებს, ჯობია რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ სასურველი ფორმა მიიღო. მე მაგალითად არ მიყვირს ადამიანების, რომლებიც მიმართავენ რადიკალურ ხერხებს, იმიტომ რომ არის ისეთი სიტუაცია ხშირ შემთხვევაში, როცა გირჩევნია, რომ მირჩევნია, რომ მოვკვდე, ვიდრე დაუშვათ ვიყო ძალიან სულქანი. ძალიან დიდი მადლობა. მინდა ვკითხო სპეციალისტებს ჩვენ სტუდიაში. გალბატონო ელენე, ჩვენ გადაცემის წინა ნაწილში საუბრობდით მედიკამენტებზეც. რეალურად არსებობს თუ არა მედიკამენტი, რომლის საესეთი გადაჭარბებული დოზით მიიღება შეიძლება, ან თუნდაც მედიკამენტოზური მკურნალობით, რომ წონაში დაიკლო თუ არ ექნება ამას სხვა დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორები. მარტო მედიკამენტებით რო დაიკლო არ არსებობს. მაშინ ეს პრობლემა იქნებოდა უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი. მედიკამენტოზური მკურნალობით შეიძლება რომ დაეხმაროთ. დიდი რაოდენობით ჯერ ერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება, თუმცა ეს საკმაოდ კარგი პრეპარატია და თუ არის საჭირო იმ მომენტებში უნდა მიიღო, მაგრამ უნდა იცოდე როგორ მიიღო, რა შემთხვევაში და როდის ჭირდება საერთოდ ადამიანს. ყველას არ ჭირდება პრეპარატი და ამის გარდა ვინც წვიტავს თვითნებურად და მედიკამენტებით უცებ დაიკლოს, ისინი რატომღაც ღებულობენ რამოდენიმე მედიკამენტს, რომელიც წონის გახდომაში ეხმარება და ხდება არეული ერთმანეთში მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ნამდვილად აღმოჩნდეს და მადის დაგდებას მე ვფიქრობ, რომ არ ჭირდება წამალი რა. შენ თუ აქ გადაწყვეტ ტვინში, რომ რაღაც უნდა გააკეთო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მადაც დაგიქვეითდება, ხომ ეთანხმებით და მოახერხებ, იმიტომ რომ აი წარმოიდგინე, როცა შენ უყურებ სახეში, შენს თავს სარკეში, ხო? არ მოგწონს შენი თავი და იცი, რომ ყველა ვარიანტში უნდა გახდე რა. აი აქ რო ჩაიდებ, რომ არ გიხდება, არ გამოიყურები კარგად. აი ამ мотиваციას ვერ აჯობებს ჩემი აზრით ვერანაირი პრეპარატი. ამას არ ჭირდება ძალიან ძლიერი ნების ყოფა, ამას არ ჭირდება ძალიან დიდი მონდომება. თუ შენი თავი არ მოგწონს სარკეში რო იხედები, უკვე მადა ითრგუნება ავტომატურად, მე ესე ვფიქრობ. გასაგებია, თია ლომიძე დიზაინერი შემოგვიერთდა სტუდიაში. თია, გიცდია თუ არა ცხოვრებაში, რომ მოგეხდინე შენი წონის კოლექცია? თუ ეს შენ პრობლემებს არ გიქმნის? ვერ დავეთანხმები ინგას ერთ საკითხში, რომ ანუ ცდუნება მაინც არის ძალიან დიდი. მეორეც ერთი ის არის, რომ ეს დიეტები აუცილებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ახლა ამას არ გესწავლებათ, არავინ ეს არის ძალიან კარგი რა უფრო მოქმედებს, თეა, მე მაშინ სარკეში რო ჩაიხედავ დაუშვა. ჩემზე მაგალითად ის უფრო მოქმედებს, კაბარო არ მიხდება, ვიდრე დიეტაზე ვარ. ვინაიდანაც ინგა მართლა ჩემი პაციენტია და თვითონ თქვა, ინგას არასდროს არ ქონდა დავადება სიმსუქნე. დავიწყოთ აქედან. და ამიტომ ინგა ეხლა ლაპარაკობს აბსოლუტურად სხვა პოზიციიდან. ინგას აქ შეიძლება 2 კილო და 3 სამწუხაროდ არის სხვა პრობლემა, რომელიც ნუ ალბათ ეთერში არ არის გასარჩევი. ამიტომ ერთი წუთი ძალიან დიდი ვეჭი. ინგა რა არის, როდესაც 2 კილო გაქვს დასაკლები, აუცილებლად ამას არა, მე мотиваციაზე ვსაუბრობ. ანუ ეს мотиваცია ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ისეთი ძლიერი, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ და ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელიც დაგაწკუნინებს, აი ყველაზე ძალიან ამ სამყაროში მიყვარს ხაჭაპური, მაგრამ როდესაც კაბა არ მიხდება, ბუნებრივად აღარც ის ხაჭაპური აღარ. იმ კაბის გამო და მე ზუსტად ერთი თვის მერე ისე ვიწყებ ჭამას და კაბა აღარ გეტევა. ეხლა რაშია საქმე, რაც მეტი ხანგრძლივია დიეტა და წონა მეტი გაქვს დასაგდები, ანუ ეს რო იყოს ერთკვირიანი და შენ იცი რომ იმ ერთკვირაში დგები ფორმაში და უკვე ხარ კარგად, ნუ იმ ერთკვირას უძლებ და ორ კვირას, მაგრამ როდესაც ამას ჭირდება აუცილებლად დიდი პერიოდი და რაღაც 6 თვე 8 თვე, ნუ ვერ დამაჯერებს ერთად მთელი ცხოვრება. ანუ ჩემ შემთხვევაში მე მთელი
მთელი ცხოვრება არ უნდა ვჭამო. არ უნდა ჭამო. არის ჭამო არა, ჭამო მეცუ ხო. სტილი უნდა იყოს შეცვლილი. შეცვლილი ცხოვრების სტილი. აქ პირველ რიგში არის ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, სანამ ეთერში შემოვედით, ხო? არის სიმსუქნე, როცა არის სიმსუქნე დარღვეული მარტო გორმონები და არის როცა ბულიმია არის. мотивация სხვათა შორის შეიძლება დაცილებით უფრო დიდი კონდეს, ვიდრე აქვს ქალბატონ ინგას და მართლა არ შეუძლია, იმიტომ რომ მივა ფსიქოზამდე. აი ამ შემთხვევაში ეს მე არ ვიცი ეს შემთხვევა, იმიტომ მე მაქვს ახლა უამრავი მე იყო ისეთი მალხასთოფურია, ალბათ გემახსოვრებათ, ჩინურნებს ყურში აკეთებ და მათის დამქვეითებელ რაღაცებს და 40 დღე ვიყავი გამოხდილ წყალზე. ნუ ეს ყველა გადაცემაში და იმაში მაქვს ნათქვამი. ეს რეკორდი მაქვს მოხსნილი 40 დღე ვიყავი. შედეგი მიიღეთ? 28 კილო დავიკელი 40 დღეში. ეს არ იყო სტიმული თქვენთვის შეგაგრძელებული. როგორ არ იყო სტიმული, მაგრამ საქმე რა შეიცით, რომ როდესღაც ხო იწყებ ჭამას, ანუ წვენიდან, იმიდან, რაღაციდან, ხო 40 დღე აბსოლუტურად ვიყავი გამოხდილ წყალზე. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია. შენ გმირი ყოფილ ხარ ეს. არა, სისხლში. მალხას თოფურია იყო ექიმი გადარეული იმის გამო, რომ ვერც ერთმა პაციენტმა ბოლომდე ვერ გამიძლო. იმას ვერ გაუძლო, იმას რომ 40 დღე ეშიმშილდა. 40 დღე აბსოლუტურად გამოხდილ წყალზე და მინერალურ წყალზე. თქვენ მაგით უკვე დაიზიანეთ თქვენი თავი. 28 კილო დავიკელი, მაგრამ შედეგი რა იყო? თქვენ ამით დაიზიანეთ თქვენი თავი, რა თქმა უნდა. ვიცი, მაგრამ იცით რა, კარგად ვიყავი, ძალიან კარგი იყო. მით უმეტეს ვიზუალურადაც, სიმსუბუქეს გზნობ, ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ 35 კილო მოვიმატე ჭამა რო დავიწყე მე, იმიტომ რომ სხვანაირად გერგება, როგორც გუბკა იწოვს ყველაფერს, ისე იწოვს მე ორგანიზმი, ნაშიმშილები ორგანიზმი, მაგრამ არ გიცდია ქირურგიული ჩარევა? აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქვა, რომ როდესაც ადამიანს აქვს ჭარბი წონა, ეს არ არის ჭარბი წონას მე არ გვიხარ 7 კილო და 8 კილო. როდესაც აქვს ადამიანს ჭარბი წონა, აი მე მაგალითად ჩემი პრაქტიკიდან მე გამხდარი ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილვარ, არასოდეს არ ვიცი უბრალოდ სიგამხდრე რა არის. და ადამიანს, როდესაც აქვს ჭარბი წონა, მე ვგულისხმობ 20 კილო, 50, 40, ეს 7 და 8 კილოზე არა მაქვს საუბარი. აუცილებლად პირველ რიგში არის დამეთანხმებიან ალბათ ექიმებიც, რომ ქირურგიული ჩარევა არის ყველაზე მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება. ვაპირებ წელს ყოველ მიზეზ გარეშე. მე მიმაჩნია ბარბაროსობა. რა მიგაჩნიათ ბარბაროსობა? ოპერაციის გაკეთება. კუჭის გადაკვანძა. რატო? იმიტომ რომ ნუ ეს პავლოვის დროიდანაა ცნობილი, რომ მადა იმატებს კუჭის შევსების შესაბამისად. იკლებს პირიქით. თუ კი კუჭი შევსებულია ჰაერით, წყლით, მაგალითად, კარგავს ადამიანი შიმშილის გრძნობას. ეს დიდი ხანია ცნობილი. ხო და ეხლა ეს გამოიყენეს იმისათვის ზოგიერთმა, რომ შეამცირონ კუჭის ზომა. მაგრამ ეფექტი ხო არის? ეფექტი გეტყვით დროებით. დროებითია ეფექტი. იმიტომ რომ კუჭი თავის ფუნქციას აგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას. ის პრობლემა რაც არის, გრძელდება პრობლემა რჩება. ის თავის საქმეს მეთოდია ქირურგიული. იმ ადგილას, სადაც არ არის საკვები, ხდება ეროზია. იქ შეიძლება გადაგვარდეს. მე ის ნაწილი, რომელიც არ არის გადაკვანწილი, ისე ჭამისგან გაფართოვდება. გაივლის 3, 4, 5 წელი და ისე ცოტა ხანში კი ბეტონო. რისკები ყოველ შემთხვევაში არის მაღალი. ბატონი ზაური ყოფება ჩვენთან ერთად სტუდიაში, რომელიც იმის მიუხედავად, რომ არის მძიმეწონიანთა კატეგორიაში, ის ძალიან კარგად ცეკვავს. ჩვენ გადაცემა სპეციალურ რეპორტაჟში, სწორედ გქონდა გადაღებული კადრები, როდესაც ყოველდღე ცურავს, შემდეგ არის დაკავებული სპორტით. რეალურად არ გიქმნით თქვენი წონა, თქვენ პრობლემებს? არა, ეხლა ეგრე ვერ ვიტყვი, თუ ახალგაზრდობის პერიოდს გავიხსენებთ, მაშინ არ მაწუხებდა და არ ვფიქრობდი ესეთ, რომ ეხლა სპორტით ვარ დაკავებული და მაშინაც ვიყავი ბრეიკდანსს ცეკვავდი, ფეხბურთს თამაშობდი, სრიალებით ხილამურებდი, შპაგატით ვეშვებოდი და ეს იყო ისეთი რაღაც ფორმა იყო ჩემი ცხოვრების. მე როცა რაღაცა წლები გავიდა, დაოჯახდი, ცოლი მოვიყვანე და რაღაცა დავიწყე გაბერვა, მომატება, რაღაცა კაი კომფორტის სფერო წავიდა. ის მოყვა ნახტუნებს. ხო არა, ნუ მაინც პირველი პერიოდი იკლებ და მე იწყებ მომატება, როცა კომფორტულად ახარ სახში რო გიწევ და სიდედრი რო ყავს. რომელიც გეუბნება ხვარქშია, ყოველ ნახევარსაათში ხვარქშია და მე ვიწყებდი ჭამას. და მიხვდით ამ პარამეტრებს. შემაწუხა, იმიტომ რომ მე წავედი და სად ვიწონებოდი, ჩვეულებრივ სასტორზე ვერ ვიწონებოდი და მივდიოდი აეროპორტში, ჩუმად დავდგებოდი, შევხედავდი ვაიმე, რა ხარზაურ, წამოვიდოდი, 1-5 დღე არ დავიწყებდი, არ შევჭამდი ვითომ ისე და
ერთხელ რომ მივედი და ავიწონე აეროპორტში რომ დავხედე ციფრები და გული გამისხდა 298 და დასლაპარაკო მამაღლა ეხლა იძახის ხო არა ვამბობ რა პრობლემაა და გული გამისხდა მე ვთხარი ეს მე ვარ და დაურეკე ჩემსოლს მე ვთხარი სადმე ენდოკრინოლოგთან წამიყვანე და ერთი კვირა ვეხვეწებოდი რა აუ არ დაიწყებ შენ დიეტას ტყილა წაგიყვან მაინც მერე დაარღვევ თუმცა თქვენი ცოლი თქვენგან პარამეტრებით არის რადიკალურად განსხვავებული სტუდიაში რომ შემოგვერთება მაყურებლისთვის ალბათ იქნება გამაოგნებელი და მერე მითხრეს რომ აი ხალბატონ ელენე გიორგაძესთან წახვალ იქ დაგხვდება ციცინო და მიგიყვანე ნინო ჯიქურაულთან ეხა ვიფიქრე ელენე გიორგაძეს ეხა პირველად ნახე პირდაპირ აი ესე რომ დავდიოდი და ხალბატონ ელენეს არ ვიცნობდი მივედი ხალბატონი ციტო ჩემი მეუღლის სიმაღლე და მეკითხება თქვენ ჩემთან ნახავთ არა ვარ ხალბატონო თქვენ ჩემთან არა ვარ თქვენ და ხო ბრაზდები ნუ შემიყვანეს აქ ანალიზები ამიღეს ყველაფერი შემიყვანეს ნინო ჯიქურაულთან და გვარს ამართლებს და ესე მიყურებ მე ვთხარი ხო ნუ ხალბატონო მე ვთხარი თელი ცხოვრება დიეტაზე ვაჟა ივერიელთან ლეკიშულთან დავდიოდი სულ ვიცი რომ მეცხრე მაგი და მოხარშული კომბოსთან ნუ დავიწყე ეს დიეტა და შემიძლია თქვა დავიკელე 140 კილო ჩამოვედი რამდენ ხანში დაიკელით 140 2 წელიწადში დავიკელი მე თვითონაურიე იმიტომ რომ აი მივეშვი მოვიმატე 40 კილო მე რაღაცა კიდე 160 კილო გავხდი მოვიმატე მე ერთი 10 კილო დავაგდე და აი ხა ვარ 195 კილოს ვინარჩუნე ვიცი როგორ უნდა ვიყვებო არ ვარღვევ ორშაბათს ისე მივდივარ რომ დავიწყო ეს მეორე ეტაპი რომ ეხლა წამოვიდე ქვემოთ რა მე ვამბობ ფსიქოლოგი მიზანი რა არის რამდენ კილოგრამამდე უნდა ჩამოვიდე არა მიზანი არაფერი მიზანი არის ჯანმრთელად რო ვიყო არავითარი მიზანი თქვენ შეგექმნა ჯანმრთელობის პრობლემები ამ წელს არ შემექმნა და რო არ შემქნოდა იმიტომ წავედი იმიტომ რომ ვიცი რომ წონა არის თვითონ დაავადებაა წონა ზედმეტი ჩოვლებრივ არ მაწუხებს ესე ვიზუალურად მაგრამ შიგნით ხო არის თუ გულს აწვება ღვიძლს აწვება ყველაფერს აწვება ამიტომ რომ ეს არ შემქნოდა მივხვდი გადავედი ეს ეხა ვარ ბევრად ფანტასტიკურ ფორმაში, იმიტომ რომ კიბეზე ავდივარ 5 საათს არ ვიღლები. ფანტასტიკურ ფორმაში. სექსი ხომ აქვს მაგარი. და საერთოდ ძალიან მაგარი რაღაცა სწორი კვება გაძლევს სხვა რაღაცების საშუალებას. რამდენად პრეტენზიულია ბატონის ზაურის სახში, რამდენად რთულია მისი კვების საცელის მომზადება. მოდი თქვენი მეუღლე დავპატიჟოთ ეკატერინე ცნელაძე და მას გითხოთ ეს ყველაფერი ჩვენ სტუდიაში. ალბათ დაუჯერებელია მაყურებლისთვის და გამოგონებელი შეიძლება იყოს, როდესაც გაიგებენ რომ ბატონი ზაური და ქალბატონი ეკატერინე არიან მეუღლეები. რეალურად რამდენად რთულია ყოველდღიურად მოამზადო კვების რაციონი, მოუარო ბატონ ზაურთან, რამდენად პრეტენზიული მჭამელია? როდესაც ზაური დიეტაზე არის, დედაჩემი ამზადებს საჭმელს და დედაჩემისთვის არის ნამდვილად რთული, იმიტომ რომ მზადდება ყველაფერი გრამობით, მზადდება სხვადასხვანაირი საკვები, რომელიც სამსახურშიც უნდა წაიღოს და ამ დროს ძნელია. როდესაც ზაური დიეტაზე არ არის, ჩემთვის არის ძნელი, იმიტომ რომ მენერვები მეშლება რო ჭამს და ამიტომ ამაზე გვაქვს ყოველთვის კამათი. არ არის ამის გამო ოჯახში კონფლიქტი, როდესაც ბატონი ზაური არ არის დიეტაზე, თქვენი მოთხოვნა, იმიტომ რომ რეალურად რთული ალბათ ეს ცხოვრება. კი, არა, რთული, მე არ მაქვს პრობლემა მის წონასთან ვიზუალურობის გამო. პრობლემა მაქვს ჯანმრთელობის გამო და ამიტომ ყოველთვის ამაზე მაქვს აქცენტი, რომ თუ არ მიხედავს თავს, შეიქმნება პრობლემები. მთელი ჩემი ცხოვრება უშვილობას გურნალობ ქალებში. და ნუ კონტრაცეფციას და კიდე რაღაც სქესობრივ მოშლილობებს. და როდესაც დიდი ხნის შემდეგ ვიხსენე, გამახსენდა რომ 18% კონტინგენტისა უშვილო ქალებისა ჩემი პრაქტიკიდან, საკმაოდ დიდი პრაქტიკიდან მორჩენ და შობე შვილები მხოლოდ გახთომით. მეტი არაფერი არ დამინიშნია. მარტო დიეტა დაუნიშნე. და მორჩა 18%, თითქმის 1/5. ძალიან ძნელია პრობლემები შეიძლება შეექმნათ ადამიანებს, რომლებიც არიან მსგავსი წონის. რეპროდუქციული თვალსაზრისით დავანებოთ თავს და დანარჩენს მე არ ვეხები. დიახ. ნუ დიდი ბოდიში და სქესობრივ ფუნქციასაც. დამანგრეველია ზედმეტი სიმსუქნე ამ ფუნქციას. რატო კაცმა თქვა რომ შესანიშნავი სექსი მაქვსო და მეტი რა უნდა ეთქვა ეხლა? ინდივიდუალურია. არა, ეგეც ინდივიდუალურია. ინდივიდუალურია. არა, რამდენ ხო, ეგეც ინდივიდუალურია.
ხალბატონო ასმათ, საჭიროა თუ არა რომ მშობლებმა ბავშვების წონა აკონტროლონ პატარავე ასაკიდან, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც პატარა ასაკში ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა შემდეგ ეს ყველაფერი უფრო რთულია და რთული. მე უფრო მეც გეტყვით, არა ბავშვობიდან, არამედ მშობლებმა, დედებმა, მუცლად ყოფნიდან, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე უნდა დაიწყონ ამაზე ზრუნვა, იმიტომ რომ ნებისმიერი დაავადება აქედან იღებს სათავეს, სწორედ მუცლად ყოფნის პერიოდიდან. ამას შემდეგ მოყვება უკვე ბავშვი, როდესაც გაჩნდება, არასწორი კვების რეჟიმი აქვს, არასწორად აქვს შერჩეული სამწუხაროდ, რასაც მე ხაზს უსვამ ყოველთვის კვების რეჟიმი, ის პროდუქტები, რაც დაუშვათ ძალიან ადრეული ასაკიდან ეწყებათ ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც მთელ რიგ ენდოკრინულ დაავადებებს იწვევს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იცით, ახლა საერთოდ ბებიებს უყვართ ხოლმე შვილიშვილების განებივრება, სასუსნავებით და გონიათ, რომ ამითი რაღაც კარგ საქმეს უკეთებენ. პირიქით, აქ აუცილებელია, იცით, მშობლებმაც, ბებიებმაც, ოჯახის წევრებმაც, მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი ცოდნა. სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენ საზოგადოებაში არის ცოდნის დეფიციტი და ყველაფერი აკონტროლოს შენი შვილის წონა, შესაბამისად კონკრეტულად შეუზღუდოს საკვები, თუ ფიქრობ, რომ ეს ჯერ პრობლემა არ არის? მე ვფიქრობ, რომ ეს ჯერ პრობლემა არის, კი არა, ყოველთვის პრობლემა იქნება, სანამ თვითონ არ მიხვდება ამას, რომ თავის თუნა მიხედოს ამ პრობლემას. მოდი დავპატიჟოთ პატარა გიორგი გაჩეჩილაძე სტუდიაში და მასთან ერთად გავაგრძელოთ საუბარი. პატარა გიორგი გაჩეჩილაძე არა ზოგადად. გულივერია. გიორგი, რეალურად გაწუხებს თუ არა შენი წონა, თუ ფიქრობ, რომ ეს პრობლემა არ არის? მაწუხებს იმ შემთხვევაში არ შემიძლია ბევრი და ჩქარასირული თუ სხვა შემთხვევაში არა. რამდენი წლის ახარ? 5 არის ეს არ გიფიქრე, რომ შეიძლება შენი საყვარელი საკვები ცოტა შეზღუდო იმისთვის, რომ შენ უფრო ფორმაში მოხვიდე? ანუ ერთი პერიოდი ვიყავი დიეტაზე, ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მე მეგობრებთან ერთად როდესაც რესტორანში მივედი, დავინახე როგორ ჭამდნენ ისინი ხინკალს და მე რაღაც სალათის ფუნქციას ეღებოდა. ვიღაც ამბავში სკოლა იყო მოსკოვში წავედი გამოკვლევაზე ჟუკოვსკის კლინიკაში. პატარა ვიყავი, შეიძლება 1-2 წლით ამაზე პატარა და რომ შევედი კლინიკაში ჟუკოვსკიმ რომ შემოხედა, ეგრევე მითხრა რომ это не от питания, говорит, это генетический код. იმ წუთში მითხრა, გენეტიკური კოდი და იცით რა კითხვა დაუსვი ჟუკოვსკის, რომ ამ კითხვაზე თუ პასუხს გამცემთ მეთქი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რასაც თქვენ მეტყვით მეთქია. მიყურებს ესე კაცი ესე სათვალიდან და მე ვკითხე უბრალოდ რომ ამიხსენით მეთქი ცხოველებში ყველაზე დიდი ცხიმის მარაგი აქვს ბეგემოტს. იკვებება წყალმცენარეებით, ხო ისეა? საიდან დააგროვა ეს ამხელა ცხიმის მარაგი ბეგემოტმა, თუ ის არ ჭამს ხინკალს, ქაბაბს და ასე შემდეგ. აი მე როგორც ექიმს გისმენთ ამ კითხვას. ქოლესტერინს ვერ იღებს ბეგემოტი, ხო? წყალმცენარეებით იკვებება. ანუ ჯამრთელი კვებით. ჩვენ ხო ვაბრალებთ, რომ სიმსუქნე არის კვებიდან წარმოქმნილი. მე არ გეთანხმები. არა, რას ქვია არ მეთანხმებით, გენეტიკური სიმსუქნე ძალიან ბევრი რამაცით არის, ჩვენ მოგალგო გენეტიკურიცა. სპილონ ბეგემოტი. მე სპილოებზე არ გელაპარაკებით, მე გელაპარაკებით ადამიანებზე. თქვენ ადამიანი, ჩვენ აბსოლუტურად ფიზიოლოგია თქვენი ჭირდება. თია, ეხლა ჩვენ მაინც ნუ გვასწავლით, რომ ადამიანის ფიზიოლოგია და ცხოველის ფიზიოლოგია და გენეტიკა აქ არაფერი. ვინ გეუბნებათ, რომ არ არის გეუბნებით, არის გენეტიკა, დამიგდეთ ხური გეუბნებით, რომ გამომწვევი მიზეზი არის 1000. ეხლა ძალიან ბევრია მიდრეკილი ჭარბიწონისკენ, ხო? ჩვენ აქ საუბრობთ мотиваციაზე და აი როგორ შეიძლება რომ გააკონტროლო ტვინი და ქალებისთვის მთავარი мотиваცია არის სიყვარული. სწორედ ამ თემაზე მინდა რომ სიყვარული გამორიცხულია რომ არ დაიკო 1-10-15 კილო თუ პრობლემა. ნუ ეს გამორიცხულია. როცა არ ხარ შეყვარებული, ამ მომენტში შენ შეიძლება მიუშვა წონა. მე არ ვიცი კაცების საერთოდ ფსიქიკა, ფსიქოლოგია. კაცის გულისთვის დამიკლია კი არა, იმდენი დამიკლია, რომ ელინე გიორგაძის კლინიკიდან იმითი 4 დღით გამოდიოდი ხოლმე, ისეთი გამხდარი ვიყავი, ხუმრობ, მაგრამ ძალიან როგორ არ დამიკლია, ამიტომ ამბობ, ქალისთვის როცა ის არის შეყვარებული, მთავარი мотиваცია ასაკს არ აქვს აბსოლუტურად ნიშნობა, თუ გიყვარს კარგი ბიჭი, თუ გინდა რომ იყო გაპრანჭული და იმას მოეწონო და მოკლედ შედგეს ეს რომანი, ქალისთვის ყოველ შემთხვევაში მე ქალების სახით ვაპარაკობ, ეს არის ერთადერთი мотиваცია, როცა შეიძლება ის გახდეს. თუ შენ მამაკაცი არ ყავს საყვარელი, თუ შენ არ ხარ შეყვარებული და არ გაინტერესებს ვიღაც კაცი, ამ შემთხვევაში შენ მიუშვებ
შენს ნებას და იმატებ თანდათან წონაში. ეს არის, იცი როგორც 2x2 არის 4. ინგას ამაში ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები, რომ აი რაღაც მოვერგო მამაკაც და მოტივირებული. არა, კაცო, მორგებაზე არც მე არ ვლაპარაკი, გამაკლე, ეხლა ვიღაცას მოვერგო და ჩემი წონები იმის მიხედვით აკონტროლო. მე ვამბობ, რომ შეყარებული და ანუ ან გინდა მიგიღოს ისეთი როგორც ვარ, მე გაცილებით ჩემთვის მოტივაცია იქნება ის, როდესაც მე მჩენიერ დღეს გავიღვიძებ, სარკეს ჩავიხედავ და ჩემი თავი აღარ მომეწონება. და მთელი პრობლემა იმაშია, თუ ჩემი აი საბედნიერო თუ საუბედუროდ არ ვიცი, მაგრამ აი დღესაც მე ჩემი თავი ძალიან მომწონს, ისეთი როგორიც ვარ. თუმცა მე 3-4 წლის წინ აი პირდაპირ ვიტყვი ციფრებით 54 კილომდე ვიწონიდი, აი 51-დან 54 კილოგრამამდე და აი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ესე არა რომ ერთ დღეს გავიღვიძე და რაღაც ძალიან დიდი ვარ და მომატებული. ნელ-ნელა აი ყოველდღიურად ეს თვეების განმავლობაში მივაღწია 74 კილოგრამს, ანუ ეხლა ვიწონი 74 კილოგრამს. მაგრამ მე მთელი ჩემი პრობლემის მიზეზი ვიცი, ანუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ვიყავი ფიზიკურად ძალიან აქტიური და დღეს ვარ ძალიან ზარმაცი. ანუ საერთოდ ფიზიკურად აღარ ვტვირთავ თავს. და შესაბამისად შედეგი მივიღე ის, რაც ალბათ ლოგიკურია, რომ უნდა მიმეღო. შენ თქვი რომ არ ეთანხმები ინგას, როდესაც შეიძლება ერთი კონკრეტული ადამიანი შენთვის გახდეს სტიმული იმისთვის, რომ შენ ჩადგე ფორმაში. რატომ არ ეთანხმები? ამ შემთხვევაში მაინტერესებს, იმიტომ რომ ყოფილა შენ შემთხვევაში, როცა პირიქით ადამიანი წამოგიყვანია და გეიძულებია ის, რომ მიიღე ისეთი როგორც ხარ. არა, ეს ისედაც ესე ხდება. იცი რა მომენტია, აი ის რომ დავშვა ჩემი მხრიდან წამოსულიყო დავშვათ აი გრძნობაზე თუ არის საუბარი და რაღაც მოწონებაზე, რომ მე მომწონებოდა და მე მემუშავა ესე ვთქვათ ჭყალებში იმ ბიჭზე, რომ იქნებდა მივიქციო იმის ყურადღება და ამის გამო მე გავხდები. ესეთი შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. არა, კარგით რა ეხა მიგრი არ არის ინგას. აი ჩემი ესე ვთქვათ საპრინციპო სქესის მხრიდან ყურადღებას იჩენენ ნაწილობრივ ის ადამიანები, რომლებსაც მოვწონვარ ისეთი როგორიც ვარ. და უკვე შემდეგ შეიძლება დავიწყო მე ამაზე ფიქრი, რომ მე სულად არ მიგულისხმია ის, რომ დავდგე და იმაზე გავაკეთო ეხლა აქცენტი ვიღაც X ტიპს მოვეწონები თუ არა. თუ მე მომეწონება და თუ მომინდება, რასაკვირველია ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ყურადღება მივიფრო. 200 კილო ხარ თუ 40 კილო ხარ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი კიდე სხვა რაღაცები, მე საერთოდ არ ვთვლი, რომ სიყვარულში წონას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე ვთქვი ის, რომ მოტივაცია, როცა ქალი არის შეყვარებული, ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩაიცვა ახალი კაბა, ეს კაბა უნდა გიხდებოდეს ძალიან, იმიტომ რომ ის რო შემოგხედავს დაეცეს. აი ეს ყველა ქალის ტვინშია და თუ აქ დარბაში რომელიმე გოგო არ დამეთანხმება, მაშინ ამ დაზე აღარ მე შემიძლია ჩემცოდეთ 2 კილოს რომ მოიმატებს, 2 კილო. ნუ რა არის, ჩემეკას რო შეხედავ 2 კილო მეცინება 2 კილოს მოვიმატებ და ვაიმე ის კაბა აღარ მიხდება. მეუბნები ხო 2 კილო რა არის? არა, აი მოტივაცია ხო კარგად გამოვიყურები, ხო მიხდება. დასაკვირველია და არა იმიტომ რომ იმდენად ლამაზად გამოიყურებით, რომ ჩვენ გვაქვს უკვე იმის ეჭვი, რომ თქვენ დღეს ხართ შეყვარებული. კი, მე ვარ შეყვარებული. ეს არის სასმალავ, მაგრამ ხო მე ხობა რო ვარ გაფრთხილებული. რასაკვირველია, ანუ მე რისი დაკონკრეტება მინდა, იცი, მე მგონი უბრალოდ ჩვენი აზრები არც მე არ ვთქვი, რომ ქალი იმიტომ იწყებს, თუმცა იმიტომაც იწყებს. მე ძალიან ბევრჯერ მე თვითონაც დამიწყია, იმიტომ რომ რაღაც და შეიძლება ეგეთიც მოწონდე, როგორიც ხარ, შეიძლება ძალიან მსუქანი მოსწონდეს არ გამხდარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შეხარ შეყვარებული, სარკესთან დგეხარ, სულ და ცდილობს რომ იყოს ხვანა. ერთგვარი რეზუმე რომ გავაკეთეთ დღევანდელი გადაცემის, ინგა გრიგოლიას რჩევები მაყურებელს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ადამიანი, რომელიც ქრონიკულად არის დიეტებზე, რას ურჩევ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ახლა სურთ რომ გახდნენ? ადამიანებს, რომლებსაც რეალურად სურთ რომ გახდნენ, მართლა უნდა მოინდომონ რომ გახდნენ, ამას თავარია მონდომება. პირველი ეს არის მონდომება, მეორე ეს არის ჩვენ ერთ რაღაცას ვიტყვი რა ნოდარ. იცით რა, ძალიან ბევრჯერ ადამიანები გვისმენენ და ალბათ ფიქრობენ ხოლმე რომ მე შეიძლება არც მაქვს რა იმის საშუალება. მართლა 30 ლარი რო აქვს ხალხს და 50 შემოსავალი რომ დავაბალანსო ჩემი კვება და ხილის ვჭამო და ხორციც. მე პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელსაც ისე უჭირს რომ არანაირ ბალანსზე იქ საკვებზე არ არის, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში, აი ნებისმიერი სოციალური მდგომარეობა, პირობები და ასე შემდეგ, მაინც თუ შენ მოინდომებ
შეამცირებ ულუფას რო შეამცირებ შესაძლებელია მიაღწიოს სასურველ შედეგს ყველაზე მთავარი თავარი არის მონდომება და მეორე თავარი არის საქმე თუ მე საქმეში ხარ ას გულისხმობ თუ არ მოინდომე არ დატვირთე შენი თავი ამ საქმით ანუ დიეტას გულისხმობ არ შეამცირე საკვები არ დახარჯე ენერგია თუნდაც ძალიან დიდი ცდუნების წინაშე როცა დგეხარ არაფერი არ გამოგივა მაგრამ თუ შენ მოინდომებ გამორიცხულია 400 კილო რო იყო შეიძლება რომ გახდეს 60 კილო ეს არის ყველაზე გადალახვადი პრობლემა რომელიც მე შემხვედრია შენზო შენც არ გამორჩევი განსაკუთრებით მცირე წონიანთა კატეგორიაში არ ხარ გიწევს ხოლმე წონის კონტროლი თუ უბრალოდ ხარ სტაბილური კილოგრამები და ამის ცვლილება არ არის საჭირო ეს ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო, როდესაც პირველად მე ცხოვრებაში გადავწყვიტე წონის დაკლება, იმიტომ რომ გიორგის არ იყოს დაახლოებით ამის ასაკის ცოტა დიდი ვიყავი. შემექმნა ეს პრობლემა და აღმოჩნდა რომ აი რაც ბატონო ბრძანა ნებისყოფაც გამაჩნია, აღმოჩნდა რომ мотиваციაც მქონდა იმ დროისთვის შეყვარებული ვიყავი. ხო და ეს ყველაფერი წარმატებით გავაკეთე. ანუ ზუსტად იმ წონამდე დავედი რაც მინდოდა. მაქვს აზარტი, მაქვს ნებისყოფა მაქვს მიზანი წონის დაკლების, მაგრამ როგორც კი ამ მიზანს შევასრულებ, ჩემში აზარტი იმისა, რომ წონა შევინარჩუნო, აღარ არის. რა ვქნა ამ შემთხვევაში? რაში ვიპოვო აზარტი? მაშინ თქვენ შეგიძლიათ არაჩვეულებრივად მიაღწიოთ შედეგს. შედეგი იქნება, რა თქმა უნდა, შემცირებული კალორაჟით, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ დარღვეული მეტაბოლიზმი, ამიტომ აუცილებლად უნდა აალაგოთ, თქვენ აალაგეთ. მერე თქვენ იწყებთ ჭამას, რაც არ უნდა ეხლა გითხრათ, მაინც დაიწყებთ ამ ჭამას, მაგრამ აი ჭამას რო იწყებთ, 3 საათი ვარჯიში უნდა დაიწყოთ და მაშინ წონის მომატება არ იქნება. 3 საათი ვარჯიში. ხო, დიდი ნებისყოფა უნდა დაკლებათ, აი სასწაულინები რომ სუფრაზე რომ მიდიხარ აკეთებ რა პატიჟებენ და შენ არ ჭამ მე დავდიოდი ჩემი კონტეინერები და ვიჯექი მეუბნე მოდი რა ერთი გადა არ ვიღებდი იმიტომ რომ არ მინდა მე ვიცი რა არის ჩემი რო ჯამთელი ვიყო მინდა თავარი ჩემი პლუსი იყო ვიცოდი რა მინდა რომ სიმსუქნის ერთი მაგარი კომპლექსი იცით რა არის სუფრაზე გამახსენდა ეხლა უნდა ვაღიარო მე მაგალითად ყოველთვის მეუხერხულება ხოლმე ვთქვა რომ ვარ დიეტაზე ყველაზე მეტად ამაზე არ მინდა ხოლმე რომ აქცენტი გავაკეთო ამიტომ რა დიეტაზეც არ უნდა ვიყო აი ხა ახსენა ხო ზაურმა რაღაც რესტორანში მიდიხარ რაღაც სუფრაზე თუ ხდები როგორ მაგარი უნდა ვაღიარო ეხა ქალბატონო ელნე როგორ მაგარ დიეტაზეც არ უნდა ვიყო იქ ვიწყებ ჭამას ეს არის ჩემი რაღაც და ოღონდაც არ ვთქვა რომ პრობლემა იგივე იმიტომ რომ მე რო სუფრაზე ხდები პირველი სიტყვები რაც მინდის აუ ელენეს პირდაპირ მოვხდი ეხლა რა უნდა ვჭამო და მეორე ამა ეხლა უნდა უყურო თქვენ რას შეჭამთ ამიტომ მეც მოვიმატე იმიტომ რომ სუფრაზე ზუსტად ვიწყებ ჭამას ძალიან მინდა დავამატო ინგამ მართალი თქვენ რომ არ არის ეს იაფის სიამოვნება ენდოკრინოლოგთან მე მინდა ვთქვა რომ სადაზღვევო კომპანიებმა სუქანი ადამიანი არის დაავადებული ადამიანი. უნდა აიყვანონ და დაზღვევამ უნდა ქნას და ინებოს. მაგარი გაჭირვებული ხალხი რო არის და არ აქვს, საშუალო დააზღვიონ და დაზღვევით მივიდნენ კლინიკებში და იმკურნალო ეს სახელმწიფო პაკეტში მოგდეს ეს ხალხი უნდა გადაარჩინოს. ეს ხალხი არის გადასარჩენი. კი, ამერიკის პრეზიდენტი მარათონს წინ მიუძღოდა თვითონ როცა ნაციონალური უბედურება გამოცხადდა. კომპანიას ვიდრე მე უმკურნალო პაციენტს რომელიც ინფარქტით ხდება რეანიმაციაში ან ინსულტით ან ხდება ინვალიდი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და უნდა დაევალოთ დამზღვევ კომპანიებს ის კი არა რომ ნებას რო უნდა დაევალო სახელმწიფო და უთხრას ეს არის ჩვეულებრივად დაავადებული ადამიანი და სახელმწიფო ვალდებულია სადაზღვევო კომპანიებით მისცეს პოლისები და მივიდნენ კლინიკებში და იმკურნალო ამ სიმსუქნით ხდება დიაბეტი ინსულტი უშუალო რაღაც დაავადება რომლის მკურნალობა შემდეგ უკვე არის ძალიან რთული მარტივად უყურებენ ეს არის ურთულესი პრობლემა მართლა ეხლა სწორედ 30 ლარად და 100 ლარად პენსიით რო ვერ წახვალ ენდოკრინოლოგთან ვერ საკვებს ვერ იყიდი რომ დააბალანსო ის ამიტომ მე ჩემი მოთხოვნა არის როგორც ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ვიცი რომ უამრავი მსუქანი ადამიანი არსებობს საშუალება არ აქვს უნდა მისცეს და სახელმწიფო ვალდებულია ამ ხალხს დაეხმაროს. მე მინდა ინგას უთხრა რომ ეს ერთ-ერთი ისეთი სერიოზული თემა, რომელსაც ყველა აცილებს სადაზღვევო კომპანიებით, რომ საკმაოდ ხარჯიანი. აი ნაციონალების წარმომადგენელი გიზით აქ და პირადად დახოვეთ, რომ ამერიკა ძალიან დიდი მადლობა, მადლობა ყველას, ის პარასკევის საღამო ჩვენთან ერთად გაატარა. მადლობა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს, მაშინ როდესაც თერმომეტრი +28 ჩვენებს და ზაფხული მოდის, ეს თემა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მინდა რომ უფრო ნაკლები ვიყო წონაში. ერთმანეთს შემდეგ პარასკევს კიდევ ერთი ცხელი თემით შევხვდებით, ასე რომ გემშვიდობებით ნახვამდის.